საინტერესო შეხვედრა ვიხილავ ჩვენ. თბილისში ტყიბულის ორბი შეხვდება თესეუს. აღნიშნული შეხვედრა უნდა გამართულიყო ტყიბულში, თუმცა ყველა ვიცით თქვენ მოვლენები. განვითარდა დასავლეთ საქართველოში უამიდობის გამო. ამან ტყიბულის ორბის დარბაზსაც დაატყო და დღეს ეს აღნიშნული მატჩი იმართება თბილისში. ამ მატჩს კი წაუძღვებით მე, გიორგი ჯაფარიძე და სულხან არჯევანიძე. მოგესალმებით ანგარიშიც გაიხსნა. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას ტყიბულის ორბისთვის. ფაქტობრივად დარჩენილი ყველა თამაში არის ფინალის ტოლბასი ამ გუნდისთვის და ვნახოთ ძალიან დიდი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი ტყიბულის გუნდს, ჩემპიონის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდს უპირისპირდება თან ვთქვათ რომ ნეიტრალურ მოედანზე მათთვის და თესეუსთვის უფრო საშინაო მოედანია შეიძლება ითქვას და პრინციპში ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ორბი თბილისში როცა ჩამოდის სულ ამ დარბაზში თამაშობს და არც ეხა მემორიალებიც აქ ნათამაშები და თასის შეხვედრები და შესაბამისად ეხა იმას ვერ ვიტყვით რომ მაინდა-მაინც სტუმრებად ცვლიან ორბის მოთამაშეები ამ დარბაზში თო. იქნება ეხლა გულშემატკივრები შემოემატნენ თან სტუმრების და მათი გამხნევებით თესე უფრო მასმძლად იგრძნობს თავს ვიდრე ტყიბულის გუნდი. ამასობაში გაფრინდაშვილის პირველი ჯარი მათა ხუთეულებსაც უცბად გეტყვით, გაფრინდაშვილი, ისიანი, ფევაძე, ტომასი და ფხაკაძე, ასეთ ხუთეული ყავს თესეუს, კობახიძე, ჯექსონი, თოთლაძე, ლოუსონი და ვიკი კლემონსი, ასეთ ხუთეულით არის ორბი. საინტერესოა ჩემპიონი ლოუსონის სასტარტოში ხილვა. კობახიძე დაბრუნდა ტრაუმის შემდეგ, ას რამოდენიმე შეხვედრა გაუწდა. ლიკლიკაძე რატო არ იწყებს, არ ვიცი, ძირითად შემადგენლობაში ლიკლიკაძე არის მონაწილე საქართველოს ნაკრები რომ გავიდა ევრობასკეტზე და ამაზე უკვე რეპორტაჟებზე საუბრობდით. შეიძლება ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა რომ უფრო სკამინა გაძლიერება იყოს შემდგომ. ლიკლიკაძეც სკამიდან და ასევე დონდრე რეტიკიც ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ტყიბულის გუნდის. ალბათ გაძლიერება სკამიდან? როგორც ჩანს ესეთი გეგმა შეიმუშავა ირაკლი ტომარაძე. აქ რა ხდება თესეუში? თესეუში მეგონი ყველა არის დღეს, ხო? კი, ერთი ახალწეული ლეგიონერის ერლი. კი ბატონო, ერლი ხო მეგონი? აკლია თესეუს, ყველა ყავს. თესეუს დანავსული სერია აქვს, ტრამვების ფონზე ითამაშა რამოდენიმე შეხვედრა ამ გუნდმა. სუპერლიგის ბოლო 4 მატჩი თესეუს წაგებული აქვს, მეორე წლის ორი სასტარტო მატჩი აქვს წაგებული, ერთი რაშთან, მეორე კავკასიასთან სანაკრებო პაუზამდე. თუმცა ამ შეხვედრას თესეუ დანაკლისით ხვდებოდა. თესეუ ძალიან ახლოს იყო დანაკლისით 5-6 კაცით რო თამაშობდა კავკასიასთან მოგებასთან, მაგრამ სადღაც უკვე იქ იღბალმაც უმტყუნა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა შუაში ამ ყველაფერს სანამ დაიწყებოდა მეორე წელში მოიგო ქორქია საკანდელიძის მემორიალი. შეცდომაში რო არ შევიყვანოთ მაყურებელი, კევინ ისლი არის ახალწეული, რომელიც აკლია დღეს თესეუს. მისი დებიუტი კავკასიასთან შედგა. და მათე ყავლაშვილი ვერ შემოვა საავადმყოფოდ, რასაც ეხა მე ვხედავ აქედან სპორტულებში, ხო? კი, და ასევე ღორაშვილიც. სკამიდან შემოვა გეგუჩაძე, ლეონიძე, ბაშამი, მგელაძე და ცინცაძე. და აბრამი ასევე გლენ აბრამი რომელიც ასევე ძალიან კარგად შეერწყა თესეუს. თუ დღეს წააგებს ორბი, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ 4 მოგება დაჭირდება იმისთვის, რომ გაგრას გაუთანაბრდეს, რომელმაც გუში მაგარი შეხვედრა გამართა. 4-ით მეტი ვიდრე ამრას ესე ვთქვათ. VSA დაამარცხა და ესე იგი მინიმუმ ჯერ 4 ჯერ უნდა ესე რომ მიყვეთ რა მარტივად გულშემატკივრისთვის 4 თამაში უნდა მოიგო ჯერ ორბმა. ისე რომ ერთ-ერთი ვერ მოიგოს გაგრა. და სულ დარჩენილია გორბს ამ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით 6 თამაში. თუ ამ შეხვედრიდან 7? ამ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით 7. 7, ანუ 8 13 თამაში. 8 თამაში დარჩა. 8-დან ესე იგი მოსაგებია მინიმუმ 1-ზე. გაგრა 1 ხო მოიგებს სადღაც. ესეთი 6 თამაში აქვს 8-დან მოსაგები. არ ვარდება გაფრინდაშვილის ეს სამქულიანი და ბურთით ნომინალური მასმძლები, რომლებიც 7-ით 2-ს იგებენ ამ დროისთვის. გამონდა შეხვედრას. როგორც თქვი, ჯაფარ 4 მარცხი აქვს თესეუს ზედზე და უფრო ცუდი შედეგი აქვს ორბს, რომელმაც ზედზე 5 თამაში წააგო. მსგავსი ასეთი ცუდი სერია არც ერთ გუნდს არ აქვს მიმდინარე სეზონში. 5 მატჩი ვისაც აქვს ხო მაგას ვიძახი ზედიზე წაგებ კი ბატონო ორბს ხო
ჩვენთან მეორე წრეში ისეთები მოხდა, რაც გულისხმობ, რომ ორბის კონკურენტებმა, ორბისთვის მოხდა ისეთები, რომ ყველა მოიგო და თუ ორბიც არ დაეწია თავის კონკურენტებს. ახლა რო ვთქვათ, ცხილს რო ჩავხედოთ, პირველიდან მე-10 ადგილის ჩათვლით ორი ქულაა განსხვავება. და უფრო დეტალურად რო ვთქვათ, პირველიდან მე-9 გუნდის ჩათვლით სულ რაღაც ორი წაგებაა განსხვავება, ანუ ძალიან დაძაბული და თანაბარი ჩემპიონატი გვაქვს, შეიძლება ითქვას. დღეს თამაშობს კიდევ ერთი ფავორიტი ჩემპიონატის ქუთაისი რაშთან 4 საათზე. ქუთაისი მე მგონი ამ შეხვედრაში უნდა მივიჩინოთ ფავორიტად აუცილებლად, მით უმეტესად სახში ამ გუნდს წაგება არ აქვს და თუ ქუთაისი მოიგებს ხოთეტუბულში გუნდიც მოკალათდება ცხრილში მინიმუმ მესამე ადგილზე. კი ბატონო, ზედა პოზიციაზე აინაცვლებს. 8-4-ზე აქვს ჯერჯერობით ბალანსი TSU-ს და VSA-ის. ჯამში 4 გუნდია, რომელსაც 20 ქულა აქვს დაგროვებული. აქ ინარჩუნებს ბურთს ტყიბულის გუნდი. 12 წამი ექნება შეტევითთვის განკუთვნილი დრო. დაფრინდაშვილის აქტიურობას მოყვა ეს ყველაფერი. აქ ხა თოთლაძე უნდა გამოიტანოს ბურთი სწრაფად. რომაშვილზე გადაწყვეტილება ვისია ბურთი. გოჩას ისიანი შეეხო. ისიანი ითხოვდა ვიდეო გამეორებას, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა ამისთვის, არა? კი, ძალიან ადრეა და არც არის ხა ისეთი ეპიზოდი ხა სულ სამქულიანი მიიღონ, არაფერი არ შეიცვლება. და მიიღეს კიდევაც ეს სიტყვების დასტურა. 10-4, კარგი სტარტი, მომახიანი სტარტი აქვს ჯერჯერობით ტყიბულის ორბს. თავარია შეინარჩუნოს ასეთი სტაბილურობა შეტევაში და დასცვაშიც, რა თქმა უნდა. ისიანი არ ქვეშ გაუვარდა ბურთი ხელიდან, თუმცა ბურთი რჩებათ კვლავ სტუმრებს. ფევაძე, გაფრინდაშვილი, ტომასი დაკიდა პარაშუტი ვერ ჩააგდო, თავადვე არის მოხსნაზე პირველი დაამატა და ახლოს იყო 2+1-თან, თუმცა დადგება საჯარიმოების სასროლად. პირველი პერსონალური მიიღო ბექა ლომაშვილმა, რომელიც ტაისონ ჯექსონის ნაცვლად ჩაერთო თამაში. მეორე ჯარიმა მთლიანობაში. ბატონო, ორივე გუნდს 2-2 ჯარიმა აქვს. პირველი გამოიყენა ტომასმა. მეორე ზუსტია. ჯერჯერობით რაც ტყიბულის ორბი აღზევდა სუპერლიგაში, სამჯერ ითამაშეს ერთმანეთში და სამივე უნივერსიტეტელების გამარჯვები დასრულდა. ხო, TSU ჩაგრავს, ასე ვთქვათ. აი, ორმა მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანი ჯგუფურ ეტაპზე მოუგო. ერთი შეხვედრა და ამით ორბი გავიდა ნახევარფინალში, მაშინაც TSU ნახევარი გუნდით იყო. საერთოდ TSU-ს დაძდებს ეს ტრავმების სერია ხოლმე. კობახიძის სამქულიანი, თქვა როგორც მახსოვს გადამწყვეტი სამქულიანით. ზუსტად კობახიძე იყო, ვინც ბოლო სამქულიანი ჩაუგდო და ზუსტად ეს სამქულიანი აღმოჩნდა გადამწყვეტი, მის შემდეგ შეუტია წამებში ფაკაძე, მაგრამ მისი შეტევა არაზუსტი იყო. ვიკი კლემონსის ორი ქულა 12-8. ცილა ერთი დაცვის აღება უნდა ეხა ორბსო კიდე ოდნავ გაზარდოს თავის უპირატესობა. მოგოთ ეხა დაცვაში ჯარიმა. ფევაძე დაჯარიმდა. კი ბატონო, როგორც ჩანს ხელი ფევაძე ასევე ნაკრები. ძალიან მაგრა ითამაშა ფევაძე მოვიდა თამაში. კი, განსაკუთრებით საჭირო დანიასთან შეხვედრაში, შეტევაში მოხსნებზე ძალიან აქტიური იყო და კარგად აგვამახსოვრა თავი. ახლა გამოჩნდა პარკეტზე დონდრე რედიკი, ნიკოლოზ თოთლაძეს შეცვლის იგი. ასევე ჯექსონი დაბრუნდა კლემონსის ნაცვლად. ეხა პარკეტზე მყოფი მოთამაშეებიდან ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ოპტიმალური შემადგენლობა ორივე გუნდისთვის არა, აი ამ ცვლილებების შემდეგ. TSU-ში ბაშამი, ფევაძე, ფხაკაძე, გაფრინდაშვილი გვევლინებიან და ტომასი ხშირ შემთხვევაში ზუსტად ხუთეულის წევრება და კობახიძეს რომ არა ტრავმა, ხუთეულის წევრი იყო ხოლმე. რაც ეხება ლეგიონერები ბოლო შემოუერთდა ორბს და ალბათ საუკეთესო 3 ლეგიონერი, რომელიც ყავს 4-დან ის გლას პარკეტზე. კი ბატონო, ლოუსონი არ არის ცუდი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეეწყო ისე გუნდს, როგორც
სურდა მას და რა თქმა უნდა როგორც არის ავანსები მასზე გაცემული ჯერჯერობით. ხო, ორბს არ გამომართლა ლეგიონერებში, იქნა გამომდინარე რომ 3 ლეგიონერი ასე ვთქვათ შეცვალეს სეზონის განმავლობაში. შეიძლება ითქვას 4-იც კი 3 თავიდან რომელიც ყავდა და მე-4 ჩამოიყვანეს, თუმცა უკვე იანვარშივე გაიმგზავრა ის. ლომაშვილი არ ვარდება ეს სამქულიანი ხსნის, გაფრინდაშვილი. ტომასი საბოლოოდ ბაშამამდე მივიდა ეს ბურთი, ფხაკაძე. აი ახლა გაემზადება ლუკა ლიკლიკაძე შემოსასვლელად. მანამდე თესეუელთა შეტევა ფხაკაძე, ბაშამი, შემდეგ ფეუაძე, კაინ არ გავიდა ეს პასი და დონდრე რეტიკი. შევიდა რეტიკი და ჩააგდო კიდევაც. 16-8. 14-8 უბრალოდ 6 ქულიანი უპირატესობა. აი იქნება პასუხი თესეუსი, ფევაძე, კობახიძე ეთამაშება მას. ტომასი კარგად ესვრის, თუმცა ხა არ ვარდება ლომაშვილი. რიკი კლემონსი. შემდეგ დონდრე რეტიკის სამქულიანი და აი მაუტის დრო ხო არ არის. ჯერობით არ ჩქარობს. ექსოლ აფანაშვილი 9 ქულით არის უკვე წინ 2B. 17-8 იგებენ ნომინალური მასმიზლები. ფაკაძე, ტომასი, გაფრინდაშვილი მოძებნის ფლანგზე. შემდეგ ისევ ბაშამი, ორი მეორე მის წინააღმდეგ და აკიდა ჯარიმა. ლომაშვილს რომლისთვისაც ეს მეორე პერსონალურია და შემოდის ლიკლიკაძე, კობახიძე დაისვენებს და გიორგი ცინცაძეც ჩაერთვება თამაში. აბრამთან ერთად დაისვენებენ ფხაკაძე და გაფრინდაშვილი. ესე რომ ცოტა უნდა ჩაყაროს პირველ მე-4-ში, თორემ გაუჭირდება მე მდევრის როლში, ხო? მაგრამ ზოგადად ისეთი გუნდია, რომ უყვარს კამბექები თესეუს. ლექსო ლაფანაშვილის სტილიც არის კამბექი. ბაშამი 3 წამი მოასწრებს, მოასწრდა ჩააგდო კიდევაც. ბაშამი ძალიან კარგი ცენტრია. ჩვენ კარგი შეხვედრები ვიხილეთ ამ ტურში, მარგვეთი ივერიონი დაიწყო და იყო იდეალური მატჩი ნეიტრალური კომაგისთვის. გუშინ ორივე შეხვედრას ინტრიგა ჰქონდა. კავკასია დელტა 20 ქულიანი მატჩი იყო, რომელიც ორჯერ დაკაჩა დელტამ და მაყურებლის ნეიტრალურ კომაგისთვის იყო ძალიან საინტერესო. და ნუ VSA გაგრა ალბათ ტურის უდაოდ საუკეთესო მატჩი. განვითარებული მოვლენები ბოლო წამებზე. და ვიმედოვნთ ეს დარჩენილი ორი მატჩიც ასეთ სანახაობრივი იქნება. ტაისონ ჯეტსონი ჩააგდო და 19-10 ანგარიში. ალბათ ნეიტრალური კომაგისთვის ჯობია რომ 2 იყოს წინ. ბაშამი, ტომასი, აბრამთან გაითამაშა, ცინცაძე ამოვიდა, მიიღო მინესვის. აბრამმა გაუშა სამქულიანი ვარდება ტომასი ხსნის, ტომასი იქნება უკვე სადღაც 4-5 მოხსნა. ძალიან კარგია ფარზე იგი. ცინცაძე 6 წამი. აბრამი არ ვარდება, ცინცაძე ხსნის, ფევაძეს გადააწოდა კარგი გადაცემა და ფევაძესაც არ ჩავარდა. აბრამმა კიდევ იბრძოლა და საბოლოოდ ტომას დარჩა ბურთი. ფევაძემ ენდვანით დაასრულა ეს შეტევა. ფევაძემ რომელზეც ვახსენე და არ დავიღლები კიდევ ვიტყვი დანიასთან იყო მისი შემოსვლა ძალიან ეფექტური და მის თამაში უფრო სწორად მოდი ესე ვთქვათ. ამდენი ფევაძე პარკეტზე იდგა, იმდენი სარგებლობა მოქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც მე-6-ე ითამაშებს ZDZ ევრობასკეტზე. ჩააგდო ეს საჯარიმოც ფევაძემ და უკვე ავიდა 7 ქულაზე. 19-13 ანგარიში. 6 ევრობასკეტი შეიძლება ბევრს ნაყურები არ ქონდეს ჯამურად. კალაბურცის კომაგს გულისხმობ. ჩვენი ნაკრები კი სისტემატურად არის ევრობასკეტზე. იმედი გაგრძელდება ეს სერია. აბა ლოუსონი სამიანი გაუშვა ჩააგდო. შენ იზახდი რომ ლოუსონი ალბათ ყველაზე სუსტი გოლია ამ 4 ლეგიონერში. ნამდვილადთან ჯარიმებითაც დაიტვირთა, 2 ჯარიმა აქვს უკვე ლოუსონს და ახლა ჯარიმდება ცუბიძე. სწორედ უქულოდ არის ლოუსონი.
ნუცუბიძის ჯარიმა და ორი სროლა გვექნება, რადგან ორივე გუნდს აქვს ამოწურული უკვე ჯარიმების ლიმიტი. იორგი ცინცაძე პირველი საჯარიმო გაფუჭდა. ისე მიდის სურათი, რომ შეიძლება მოიგოს პირველი მეოთხედი ორბმა. მეორე გამოიყენა 19-14. ლუკა ლიკლიკაძე, რომელსაც არ მისცემია თავის ამოჩენის საშუალება. ნიკა ნუცუბიძე შემოვიდა პარკეტზე. ყველას ატრიალებს თქო როტაცია დიდი აქვს. ირაკლი თომარაძეს. სიხარულიძის გარდა ყველამ ითამაშა გარკვეულით, რომ ტომასი სამიანი ზუსტია და წუთს შესვენებას იღებს ირაკლი თომარაძე 19-ით 17. ნუცუბიძე, ლიკლიკაძე კვლავ პარკეტზე არიან და ლეგიონერები. ბოლო წუთი მეოთხედის ლიკლიკაძე ბურთით. დიკმა მოირბინა. ლიკლიკაძე ავადო შევიდა დაკიდა ეს ბურთი ვერ ჩააგდო ჯექსონმა ცადარო დაეტოვებინა საკუთარი გუნდისთვის ეს ბურთი, მაგრამ ვერ შეძლო შანსი თესეუს რომ ან გაათანაბროს ან წინაც გავიდეს. რასაც თითქმის არაფერი მოასწავებდა ხელა სხვაობა იყო ბოლო წუთებში. აბრამი ცინცაძე სევაბრამი ლაუცინცაძე მოძრაობა მაქსიმალურად ეცადა რომ კონტაქტი ყოფილიყო, თუმცა არა არ ვარდება ეს ბურთი. უჩას მოიგებს მაინც პირველ მეოთხედს. ორბი ლოუსონი გაუშვა სამიანი ახლოს იყო. ცოტა დააგ. ორბი ცინცაძე გამოიტანა ბურთი. აბრამი ისევ ცინცაძე, კარგი გადაცემა და ენდვანი. ბატონო, მორიგი ენდვანი, რომელსაც ასრულებს ალექსანდრე ფევაძე და შანსი რომ პირველად გავიდეს დღევანდელ შეხვედრაში წინ თესეუ. აშკარად ჯაბნის თესეუ, იმის მომენტ რომ ორბი წინ არის, წინ იყო. ეტყობა თესეუს ბევრად დიდი პოტენციალი. ჯარიმო ზუსტია 10-0 გაქცევა თესეუს 19-10 იყო და ამის შემდეგ ქულა აღარ აუღია უკვე დიდი ხანია ტყიბულის გუნდს. ლემონსი, რედიკი, ტომასი უდგას მას ახლოს. უკანაბიჯი სამიანი გაუშვა, ჩააგდო ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სამქულიანი დონდრე რედიკის მხრიდან. კვლავ წინ გადის ტყიბულის ორბი. ტომასი ფევაძე, ბაშამი ითხოვს იქ ბურთს. აბრამი ახლა მიიღო ბაშამა, მარტივი ორი ქულაც არის. კალიკლიკაძე. იმოძრაობები ლუკასი, ლომაშვილი არ ვარდება, ბაშამი ხსნის, აბრამი, ფევაძე და მორიგი ორი სროლა. ეს ჯარიმა ვის საინტერესოა? მეგონი ლომაშვილს. როგორ ჩანს დონდრე რედიკმა მიიღო ლომაშვილს. სამი ჯარიმა აქვს, უკვე ეს მესამე იყო წინა შემთხვევაში ენდვანზე რო დაისტვინა. არ არის კარგი მაინც ლომაშვილის სამი ჯარიმა ასე საწყის შეხვედრაში. ორი აქვს. ლოუსონს ხო? კი, თითო რედიკს და ნუცუბიძეს. თესეუში მსგავსი პრობლემა არავის არ აქვს, ყველა მოთამაშეს თითო ჯარიმა აქვს. ფევაძეს უკვე 11 ქულა აქვს. ფევაძე რომელიც საშუალოდ ორმაგ დუბლს ასრულებს მიმდინარე სეზონში 17.2 ქულა და 12.4 მოხსნა, რა თქმა უნდა ამ მხრივ საუკეთესოა საკუთარ გუნდში, ხოლო საუკეთესო მეპასია ოთო ფხაკაძე 6.6 აქვს მას საშუალოდ პასი. 24-22. არა, 24-24. ჯექსონმა გაათანაბრა ორი ჯერზე ანგარიში, ლიკლიკაძე ყოჩა და არა სპორტული. ძალიან კარგი ოპარაბურთი აბრამს და წამოიკიდა კიდევაც არასპორტულ ჯარიმაზე. ორ საჯარიმო შეასრულებს ლიკლიკაძე და ბურთი დარჩებათ მასპინძლებს.
ბატონო, აქ მინიმალური შეხებაც კი უკვე არასპორტულ ჯარიმას უდრიდა. პირველი არაზუსტია. პირველი საჯარიმო. არც მეორე ჩავარდა ანგარიში, კვლავ უცვლელი არის და შეტევაში მასმინძლები. სწორედ ლიკლიკაძე განაახლებს შეხვედრას. კლემონსი თავადო შეუტია და ჩააგდო. ის ორი ქულა მიიღო, რაც უნდა მიიღო რეალურად აბრამს რომ არ აიღო არასპორტული ლიკვიდაზე ორ ქულას აიღებდა. ბატონ რიკი კლემონსის მეოთხე ქულა. წინცაძე. ბაშამი უნდა გაიტანოს არა? დაამთავრა თვითონ. ტაიმაუტი? მეორე ტაიმაუტის გამოიყენა ირაკლი ტომარაძე. როგორც თქვი, სწრაფად იღებ წინ კიდევ 8 წუთია დარჩენილი. ლიკლიკაძე, ლომაშვილი, კლემონსი, ჯექსონი და რედიკი. ასეთია ტყიბულის ხუთეული. რედიკი კლემონსი. ენდوانი. ძალიან ჭირდება ეს გამარჯვება ორს. აი სასიცოცხლოდ. თან მარტივი კალენდარიც არა აქვს ტყიბულის ორს. უშუალო კონკურენტი ვინც იყო, პირველივე ტურში ეთამაშა. გაგრას და წააგო. ამის შემდეგ გურჯაანში ჩავა. დელტა 3 და 3 წაგება და სასიცოცხლო ჭირდება იმასაც მოგება. შემდეგ ქუთაის მასმინძლობს. ქუთაის ყოველთვის მოგებაზე დაგეშილი მუნდია. რაშიც ძალიან კარგად გამოიყურება ბოლო პერიოდში. შემდეგ კესეუს უმასმინძლებენ. და სტუმრად ჩავლენ მარგვეთთან და შეიძლება ამ დროისთვის უკვე ბევრი რამეც იყოს გადაწყვეტილი. თეორიული შანსიც კი არ ქონდეს. შემდეგ VSA დარჩება ტყიბულში და ბოლოს ბათუმში ჩავლენ და დაასრულებენ ამით რეგულარულ სეზონს, მაგრამ რომელ ადგილზე სწორედ ბოლო ტურებში გავარკვევთ. წინცაძე 3 საფასო სროლა 29-29. მეოთხე ქულა აქვს უკვე გიორგი წინცაძეს. ლიკლიკაძე გამოუტანა საბოლოოდ ბურთი ლომაშვილს მიუვიდა. შეუტევს ახლა 5 წამზე უკვე უნდა შეუტევს. არა, დაკარგეს ეს ბურთი. მთელი ორი დარჩენილი. მაგრამ როგორც ჩანს ფლობაში არ ჩაითვალა. ფევაძის ეს მოპარული ბურთი და შესაბამისად მთელი ორი რჩება შესატევად. ბახიძე კლემონსმა გაუშვა სამიანი ვერ ჩააგდო და მოიწურა ამით 24 წამის წესი. კიდევ ერთხელ ეკრანებზე თესეუს კომაგები. წინცაძე, ფევაძე, ბაშამი ორი მეორის გარემოცვაში იყო, მაგრამ დაუტრიალდა და ორი სროლა. პირველი პერსონალური კობახიძეს ასონ ბაშამი შეასრულებს ერთქულიანებს 6 ქულა აქვს ბაშამს. პირველი გამოიყენა. ბაშამის მეორე საჯარიმო არ ვარდება ხსნის ორბის თამაშები. და იწყება მორიგი შეტევა, რომელსაც დაიწყებს რედიკი.
ჯექსონი კარგია. ჯექსონი კარგია ზოგადად დღეს. მეცხრე ქულა აქვს უკვე ჯექსონს და მოხსნებით საკმაოდ მოაგროვა ჯექსონმა. და ბაშამს უკვე მესამე პერსონალური თვალსადახელშუა დაბრუნდება ვილიისიანი. ამწარა ხო ჯექსონი? კი. გეჯერობით არ გამოჩენილა ნიკა ლეონიძე, რომელსაც სისტემატიურად ეძლევა ხოლმე სათამაშო დრო. ალბათ ვიხილავთ მასაც საქმეში. ჯაგდო ჯექსონმა და კлау წინ გადის ორბი, მოკლედ საქანელა თამაში მიმდინარეობს. კარგი გადაკიდება, მაგრამ ბურთი ვის? ბურთი ორბს ფევაძე ითხოვს, რომ გადამოწმდეს ეს ეპიზოდი, მაგრამ ნახოთ რა სიზავს საბოლოოდ. თავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი როგორც ჩანს მოითხოვა. ასე ანიშნებს. აი სადრე იყო ჯერ ახლა მოთხოვნა. ბატონ საბოლოოდ გვექნება ვიდეო გამეორება. ვისი ხელიდან დატოვა ბურთმა თამაში. და შეიძლება ითქვას უფასო ტაიმაუტი ორივე გუნდს, რომელსაც იყენებს ირაკლი ტომარაძე. ბატონო აქ აშკარად რედიკის განტოვებს. ბურთი მოედნის ფარგლებს. როგორც ვთქვით, ეს არის ტურის მეოთხე შეხვედრა და ბოლო მატჩი გვექნება ქუთაისში, სადაც რაში ჩადის სათამაშოდ, 5 საათზე იქნება ის დაპირისპირება და ამით უკვე დაიხურება მე-14 ტური. ზოგადად მატჩი მჭიდრო გრაფიკი აქვს გუნდებს და მე-15 ტურიც მალევე დაიწყება უკვე 7 მარტს გურჯაანში. სადაც სწორედ დღევანდელი მასმზელი ტყიბულის ორბი ჩავა სათამაშოდ. როგორც ჩანს მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება კი ბატონო. თესეოს ბურთი. წესით 18 წამი უნდა იყოს. შესაძლოა დარჩენილი 14 ეკნებათ მათ. ცინცაძე აბრამი ცინცაძე ისის როლა ზუსტია. ისევ წინ გადის თესეუ. მეშვიდე ქულა გიორგი ცინცაძეს. სამგალად ბურთელს აქვს 7 ქულა ტომას ცინცაძეს და ბაშამს. საუკეთესო მეკული არის ფევაძე 12 ქულით. რედიკი გაუშვა ორქულიანი ჩააგდო. მოკლედ არაგდებენ გუნდები ტემს და შეტევაზე ამთავრებენ შედეგიანად. ცინცაძე კлау რედიკი ეთამაშება მას. მოველით რაღაც არაორდინალურ პასს ფევაძე შეიძლება გაუშავ ვერ ჩააგდება. შანსი ორბსო გაზარდოს უპირატესობა. ჯექსონის მე რამდენი მოხსნა იყო ეს? ეს იყო მისთვის მე-7 მოხსნა. სხვავის თანაფუნდელს ერთზე მეტი არ აქვს მე მგონი. რა ბურთი ჩააგდო? კლემონსი იყო ხო? კი ბატონო, რიკი კლემონსი და 37 და 33. გეორის როლშია მაინც მეტი წელი თესეო დღევანდელ შეხვედრაში ჯერჯერობით. საგრძნობი უპირატესობა ჯერჯერობით ვერ მოიპოვა. თესეუ ფევაძე კაფრინდაშვილი გაუშვა სამიანი არაზუსტი აბრამმა დაამატა არც ეს აღმოჩნდა ზუსტი ბურთი ვის დარჩება ფევაძე კარგი გადაცემა აბრამმა ჩააგდო მარტივი ორი ქულა და შეამცირა ჩამორჩენა
კიდევ ერთი ჯარიმა. ჯარიმები ბევრია. კი, ამით ამოწურა უკვე ლიმიტი თესეუმ მეოთხე გუნდურია და ფევაძეს მეორე პერსონალური. მეთხიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ფხაკაძე აბრამის ნაცვლად. ოთოსაც აწუხებდა მცირე ტრავმა წელზე და დღეს დაბრუნდა პარკეტზე. ასევე ლოუსონი შემოვიდა ჯექსონის ნაცვლად. კლემონსი ჩააგდო მეორე საჯარიმო, თუმცა ლომაშვილი კარგად თამაშობს, მოიპარა ეს ბურთი და შეტევაში რჩებიან მასპინძლები. უნდა დემონტრე ტომასიც დაისვენებს ფევაძე. გიორგი ყობახიძე კი განაახლებს შეხვედრას. ლომაშვილი. ნახოთ აბა რა შემოგთავაზებს ორბი ამ შეტევაში, რომელიც იგებს 3 ქულით. 4 წამი, 3 წამი და 2 ქულა. კლემონსი და მე-13 ქულა უკვე რიკი კლემონს კარგ თამაშს ატარებს. თოფაკაძე, ცინცაძე. ისიანი მოუტანა ფაკაძეს, შემდეგ ცინცაძე უკვე 3 წამი შეტევაზე, ცინცაძემ გადააგდო. ვერ ჩააგდო და ბექა ლომაშვილი. რეტიკი კლემონსი, შემდეგ ლომაშვილი. არაზუსტია ლომაშვილის ეს მოქმედებები და ბურთით შეება თესეულს. წუჩესვენებას იღებს ლექსო ლაფანაშვილი. პირველი ტაიმაუტი მათთვის ერთი კიდევ რჩებათ მარაგში 3 წუთი 50 წამი დარჩენილი ტაიმის დასრულებამდე. და გუნდები პარკეტზე 40-35 5 ქულით იგებს ორბი. ტომასი ფაკაძე ცინცაძე ამოვიდა, კარგად ითამაშა, იქ ისიანმა გაუთავისუფლა სივრცე, მაგრამ ვერ გამოიყენა ცინცაძე მე-3 და კლემონსის მარტივი 2 ქულა. ნელა ისევ იბრუნებს იმ დიდ უპირატესობას ორბი, რომელიც ჰქონდა პირველ მეოთხედში. გაფრინდაშვილი უპასუხებს. სამართო ზეპირი პასი გააკეთა, შეიძლება ითქვას. და დაიღო რა თქმა უნდა ზონის წესი და ბურთი გადაეცემა ორბს. შანსი რომ კიდევ უფრო გაზარდონ მათ უპირატესობა. აქამდე ყველაზე დიდი სხვაობა მათთვის იყო 9 ქულა და შანსია რომ გაიმეორონ. ხდება აკრაზე არის. ყველაფერი რიგზეა, განახლდება შეხვედრა ბურთით. მასპინძლები კლემონსი, ლოუსონი გაუშვა სამიანი ჩააგდო. 10 ქულა უკვე ორბის უპირატესობა 45-35. საინტერესოა უკვე. ლეონიძეც გამოჩენილა ამასობაში პარკეტზე. ფაკაძე საპასუხო სამიანი არაზუსტია, ლიკლიკაძე ხსნის, შემდეგ კლემონსი თავად შეუტია და ჩააგდო.
47-35. თესეუს მდგომარეობა არ არის მარტივი. მოსკე უკვე 17 ქულა აქვს. ცოტა განწყობაც რაღაც არ აქვს სათადარიგოთას გამზე რომ შევხედოთ. ლემოსმა ვერ ჩააგდო ეს საჯარიმო, ხაკაძემ მოხსნა და თავადვე გადადის შეტევაში. ტომასი, სამიანი არც ეს ვარდება. უკვე დიდი ხანია თამაშიდან არ ჩაუგდია ბურთი თესეუს. ანგარიშიც შეიმჩნევა ეს ყველაფერი. ჯარიმდება ცინცაძე, ლოუსონი შეასრულებს ორ საჯარიმოს. ჩენდლერ ლოუსონი. პირველი ჩააგდო. ზოგადად არ არის ლოუსონი. სუდი კალათბურთელი უბრალოდ აშკარად გახსნა ჭირდება და შეთამაშება. თუმცა მონაცემები კარგი აქვს ამ კალათბურთის და ბოლო წუთში შესვენება პირველ ტაიმში. 14 ქულა. კარგად გამოიყურებიან. ნახოთ გააგრძელებენ თუ არა ასე. 2 წუთი 27 წამი ტაიმის დასრულებამდე. თოფხაკაძე ლეონიძე შემოვიდა როგორც შენ თქვი პარკეტზე, ნახოთ მასაც კარგი სროლა აქვს პერიმეტრიდან. ზოგადად თესეუ გამოირჩევა პერიმეტრიდან სროლებით. კორქე საკანდრიძის მემორიალზე ძალიან კარგი მაჩვენებლით ისროდნენ პერიმეტრიდან და გახდნენ კიდევაც ამ გათამაშების ჩემპიონები. მახიტის 2 ქულა და უკვე 51-35. ხაკაძე დაკიდა ეს ბურთი, ვერ ჩააგდო, ისიანმა უნდა ჩააგდოს, მაგრამ ლოუსონს აკიდა მესამე ჯარიმა, ესეც საქმეა. ლენა ბრამი დაბრუნდება ხაკაძის ნაცვლად. მოთხმეტით 0 გაქცევა ქონდა ორბს ამ ჩაგდებულ ქულამდე და საბოლოოდ ეს გამყინვარება დასრულდა თესეუს ბანაკში და ჩააგდეს საჯარიმოები. რედიკი ბრუნდება ლოუსონის ნაცვლად 51-37 ტაბლოზე. ლიგრიგაძე დაიწყებს თავის გუნდის მორიგ შეტევას. წუთი და 53 წამი მეოთხედის დასრულებამდე. აქაც ორი სროლა. ისე ყველა შეტევა ან ქულით სრულდება ორბის ორი სროლით. კი, აბრამის შემოსვლა და სასროლი ჯარიმები. ისთვის მეორე პერსონალურია უკვე და ლუკა ლიკლიკაძე შეასრულებს ერთქულიანებს. შეჯერობით ქულა არ აუღია ლიკლიკაძეს. პირველი საჯარიმო ზუსტია. მისთვის ეს პირველი ქულა იყო. მეორე არაზუსტი. ვერ გამოიყენა ტომასი. დაეუფლა ამბუჩელება, კარგიც იყო ეს გაფუჭებული, რადგან ფევაძე ემზადებოდა შემოსასვლელად. ცინცაძე სამქულიანი ჩავარდა. კი აქ ცინცაძეს უკვე ამასობაში 10 ქულა. აი ახლა შემოვა ფევაძე. ნაცვლად. ლემონძის ნაცვლად კი ბატონო. წუთი 25 წამი. 12 ქულა სხვაობა. ტომასი გადავა 3 ნომერზე, ფევა დადგება 4-ზე და ისინი არის 5 ნომერი. რიკი კლემონსი მომელი ჯაჯერობით საუკეთესო მეკულია 17. აქ ფევაძეს ტრავმა ხო არა? არა, გადავჭით. ისინიც სიტკიება. არა, ფევაძე არ იყო, ისინი ცინცაძე. საქართველოს ნაკრების წევრების ტრავმები, ეხლა არ გვინდა არავისი, არც ერთი მოთამაშე ზოგადად. და როგორც ჩვენ თქვიან, ქულას აგდებენ ან ესრიან და ამჯერადაც სერიაც გრძელდება. კლემონსი შეასრულებს ერთქულიანებს. პირველი ჩააგდო.
13 ქულა სხვაობა. არ არის თესეუსთვის გადაულახავი ბარიერი 13 ქულა. არც 14. და ნუცუბიძე დაბრუნდება სწორედ კლემონსის ნაცვლად, რომელსაც 19 ქულა აქვს. ჯერჯერობით ხელშეუხებელია ეს 40 ქულიანი რეკორდები მაზიაშვილის და ჩეჩელაშვილის მიმდინარე სეზონში. მე მგონი კლემონსი ვერავა მაინც 40-ზე ძალიან რთულია 40 ქულის აღება. ბრავო ტომას. 12 ქულა. ალბათ ეცდება თესეურო კიდევ უფრო შეამციროს არჩეულ დროში. ამიტომ დაცვა უნდა აიღონ. აბა რედიკი ვერ ეს ჩააგდო. იყო პირველი შემთხვევა, მეგონი ბოლო 5 წუთში, როდესაც თესეუმ დაცვა აიღო. მაგრამ აქ აბრამის სუდი თამაში არ მისდის დღეს თამაში აშკარად აბრამს. სწორედ აბრამი ტომასი ისიანი კარგი გათამაშება და ისიანის 2 ქულა 54-54 და ბოლო შეტევა პირველ ტაიმში ტრიბულის ორბის ლიკლიკაძე აბრამი ლიკლიკაძემ გამოუტანა კობახიძეს ნუცუბიძე უნდა ჩააგდოს ნუცუბიძემ არ გაუმართლა და დასრულდა. კი ბატონო 54 ძალიან კარგი უფრო საინტერესო მეორე ტაიმის ატარა წინ გასვლებს, რომელსაც ქვია 2-3 ქულა. კარგი იყო დღეს ორბი პირველ ტაიმში, ნახოთ რა გვექნება მეორე ტაიმში. თესეუსთვის 10 ქულა არაფერს არ წარმოადგენს, ეს გუნდი 10 ქულიან ბარიერებს, ასე ვთქვათ, 2 და 3 წუთში აბათილებს ხოლმე. და თუ გაიქცა თესეო, მე ორბისთვის ძალიან გართულდება სიტუაცია. თქვათ ხუთეულებიც ფევაძე, ისიანი, ტომასი, ცინცაძე და აბრამი, თოთლაძე, ლომაშვილი რედიკია, ხო? კი, რედიკი კლემონსი და ლოუსონი ისვენებს. კი ბატონო. და ჯექსონი მეხუთე. ჯექსონი ძალიან კარგი იყო პირველ ტაიმში. პრინციპში თქვენთ გუნდი კარგი იყო. და ალბათ ჯექსონი ყველაზე გამორჩეული. ნახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე ტაიმი იწყება და მთავარია შეინარჩუნოს ეს ტემპი ორმა და კარგადაც დაიწყეს სწორედ ჯექსონის კლემონსი ჯექსონის დუეტმა გახსნა მეორე ტაიმში ანგარიში და გახდა 12 ქულა. 19 ქულა და 3 პასი ქონა კლემონს პირველ ტაიმში 10 ქულა და ის უკვე მე-12 7 მოხსნასთან ერთად ჯექსონს რედიკმა ჩააგდო 10 ქულა. მოკლედ ლეგიონერების ტაიმი იყო ნომინალური მასმიძლების მხრიდან. სტუმრებში ფევაძე 12 ქულა, რაც არ გვიკვირს, რომ გუნდის ლიდერია, ცინცაძის 10 ქულა, ტომას 9 5 მოხსნასთან ერთად, ვაშამი 7 ქულა. აბრამი შემოიტანს ბურს თამაში, ისიანი, ფევაძე, ცინცაძე, კლაუ ფევაძე, ცინცაძის როლა არაზუსტია. თუმცა აქ ისენის აქტიურობას არაფერი აღარ მოყოლია, სწრაფი შეტევა ორბის, კარგად გადავიდნენ, ლომაშვილი და წესტორი ქულანი უნდა იყოს. თუმცა კლაუ ბურთით შებიან ტყიბულელები. ჯექსონი მისის როლა ზუსტია. ბატონო, კარგად იწყებს ჯექსონი კლემონსთან ერთად. ორივე შეტევაში მიიღეს მონაწილეობა. 14 ქულა სხვაობა. თესეუ კარგი იყო მემორიალზე, როგორც სულხანმა გითხრათ, თუმცა სუპერლიგაში ჯერჯერობით ვერ ყოჩაღობენ. 2-დან 2 წაგება მეორე წრეში. და თუ პირველ წრესაც ავიღებთ ხედულობაში 4-დან 4 მარცხი. ბოლო 4 შეხვედრა თესეუს აქ წაგებული სუპერლიგაში. აქ ორი სროლა იქნება. ჯარიმა აბრამს მისთვის უკვე მესამეა და ჯექსონი დადგება ერთგულიანების სასროლად. თუ ჩააგდო ორივე გამოდის რომ მის ქულებით ქულებია მხოლოდ მოპოვებული მეოთხედში ორბისთვის. ჩააგდო ჯექსონმა პირველი. დარჩა ერთი სროლა. მეორე არაზუსტია ლომაშვილი, ბრავო და ვისია ბურთი.
ბურთი თესეუს. ფევაძე მიიღო ბურთი აბრამმა ფევაძე როგორი კარგი პასი მაგრამ მისიანმა ცოტა იყო ხმანა ბოლოს გაუშვა ბურთი და კლემოსმა მოხსნა ეს აცილებული ჯექსონი რედიკი გუნში შევიდა რედიკი ვერ ჩააგდო ტომასი ხსნის და იწყებს შეტევას. მას 9 ქულა აქვს. ფევაძე, ცინცაძე შევიდა, ვერ ჩააგდო. ისიანმა მოხსნა, ფევაძე, ტომასი. ბურთები არ ჩაუვიდა ხეთ ესეოს. მოიგებს ესე თუ გაგზავნა ორბი. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის კარგი იქნება, რაც უფრო დაიძაბება. სიტუაცია ცხრილში მით უკეთესი. ბაშამი ბრუნდება, რომელსაც შეგახსენებთ რომ აქვს 3 ჯარიმა. დაისვენებს ისიანი. კლემონსი შევიდა კლემონსი და ორი სროლა. ჯარიმა ვის ცინცაძეს? კი ბატონო, ცინცაძესაც უკვე მესამე აქვს. იგი კლემონსი კი შეეცდება რომ უკვე ავიდეს 20 და ან 21 ქულაზე. პირველი ჩააგდო. 20 ქულა მის ანგარიშზე, გაიწევს 21-ისთვის. მეორეც ზუსტია. 61-46 15 ქულიანი უპირატესობა. ეს არის ყველაზე მეტი. 14 უბრალოდ 16 იყო პროცესში. პროცესში ხო? მართალი 16 იყო მეორე მეოთხედში. შორსაც არ არის გაუმჯობესებასთან ისევ ცუდი შეტევა თესეუსი და ახლა არის შანსი ყველაზე დიდი ლიდერობის და ასეც არის 63-46 უკვე 17 ქულა. როგორც ეს ნაყოფიერად გამოიყენეს ის სანაკრებო პაუზა. ჩააგდო ფევაძემ, თუმცა დადგება თავადე საჯარიმოების სასროლად. ჩანდება რედიკი, რომელისთვისაც მეორე პერსონალურია მხოლოდ და მხოლოდ. პირველი ზუსტია. ფევაძეს უკვე 15 ქულა აქვს. ესეც მეორე. ფევაძეს აქვს მხოლოდ 2 მოხსნა, რაც ძალიან ცოტა ამისთვის საშუალოდ როგორც თქვით ორმაგ დუბლს ასრულებს, მაგრამ მოხსნებით ძალიან შორს არის დღეს ორმაგთან. ჯარიმა ძირს, ისევ რედიკი ჯარიმდება და ზედიზედ 2 ჯარიმის შემდეგ უკვე 3 პერსონალურ ჯარიმაზე ავიდა დონდრე რედიკი. მაშამ ფევაძე, აბრამი ეს აბრამი ვერ გამოიყურება ხო დღეს კარგად დამაჯერებს. არ აქვს კარგი თამაში, 2 ქულა აქვს ისიც ცარიელი ფარის ქვეშ და პასუხად გაისროლა პერიმეტრიდან აბრამმა. აგვაჩუმა იგივე. მაგრამ კიდევ უფრო მეცველით რა თქმა უნდა მისგან. ტომასის ქულებიც აკლიათ ესეუს. რედიკი გარბენი ბატონო. ეს შეტევაც თესეუ თუ გამოიყენა უკვე ტომას პირველ მეოთხედში ჰქონდა 7 ქულა. ამის მერე მხოლოდ 2 ქულა შემატა თავს აქტივს. აბრამი ესეც არ ვარდება ბაშამი. როგორ გაუმართლა?
ცინცაძე ისევ ბაშამი ფევაძე და 2+1 არ გამოუვიდა მაგრამ ლომაშვილისთვის მეოთხეა და გუნდური ლიმიტიც ამოწურა ამით ორმა ეს ახლა თესაუს უპირატესობა ორმა რო ამოწურა გუნდური ლიმიტი მით უმეტეს უყვარს ამ გუნდს ფარგლებში თამაში და შესაბამისად უნდა ვიხილოთ მეტი დატვირთვა ალბათ წამოვა ბაშამი ფევაძეს დუეტზე და უმალვე ბრუნდება ლოუსონი რომელსაც 3 ჯარიმა აქვს ასევე ჩავდო პირველი ფევაძე მეორე არაზუსტია 11 ქულა აბა იქნება ორბის პასუხი ლოუსონი შემოსვლიდანვე სამიანი გაუშვა და ორი სროლა ვერ ჩავდა იმ მინუსი რაც ქონდა იმ სწრაფად ამოწურული ჯარიმების ლიმიტს აჩუქა ორი სროლა ეხა ჯექსონმა ცინცაძეს მისთვის პირველია თუმცა ჯარიმების ლიმიტი ამოწურულია და შესაბამისად ცინცაძე შეასრულებს საჯარიმოებს იმ 17 ქულიდან არაფერი აღარ არის დარჩენილი ესე რომ შევხედოთ ხო უცებ უმალ თესეულ კვლავ 10 ქულაში შევიდა 63-53 მეორე ზუსტია 8-0 გაქცევა ამოსობაში მოკლედ გაქცევების თამაში გვაქვს ლიკლიკაძე ჯექსონი ფევაძე გააკეთა ლიკლიკაძე ბატონ ფევაძე მას ვერ შეუშალა ჯექსონს ხელი და ლაუთ 11 ქულა ფევაძე ცინცაძე თომასი უკანაბიჯი სამიანი და სამი სროლა ხო? კი, სამი სროლა იქნება ვარ თუ სროლას რა თუ ეს როდა ხო? თოთლაძე ჯარიმდება და გადაინაცვლებს კიდევაც სათადარიგოთა სკამზე გიორგი კოლბახიძე ბრუნდება. კოლბახიძე 7 ქულა აქვს. თესეუს შანსი მიეცა 6 ქულამდე შეამციროს ხოვა. 8 ქულა. პირველი საჯარიმო არაზუსტია ხო? 8 ქულამდე. მეორე საჯარიმო ძვლივ ჩავარდა ასე ვთქვათ. ეხლა არის ხოვა 10 ქულა. 9 ქულა საბოლოოდ. თესეუ ვერ თამაშობს საუკეთესო შეხვედრას, მაგრამ მაინც ახერხებს აი პატარ-პატარა გაქცევებით თამაში დაბრუნებას. ალბათ ორბის საუკეთესო მატჩია მეორე წრეში ეს. შეიძლება პირველ წრეშიც ვავიღოთ ფედოლოფოში. აი თამაში არ ჩაუტარებია. ნიკლიკაძე აბრამია თამაშება მას, ისევ პასზე იყო ორიენტირებული, რომელიც არ გავიდა და შემთხვევაში თესეუ ფევაძე ვარჯობდა თავაჩეეტია სამჯარიმიანი ლოუსონისთვის. ურთიერთობათ ტყიბულელ კალათბურთელებს. კალიკლიკაძე ამოვიდა ჯექსონი ოვისმია სამართლს გააკეთებს გადაცემას ჩაუგდო ბურთი ჯექსონს მაგრამ ჩაიჭრა ეს პასი ზედზე ორი გაუგებრობა შეტევაში ორბის ხრით და ფევაძე დამატებას შესვენება რომელსაც იღებს ირაკლი მორიგი ფაქტობრივად მოგებასთან მიახლოებული შეხვედრა დათმო 102-95 მატჩი იმ შეხვედრაში გორულმა კლუბმა კესეუმ 82-79 დაამარცხა გურჯაანის დელტა და როგორც შენახსენე ამრამ ორი ქულით კახა ჯინჭარაძის გეიმ ვინერით დაამარცხა დინამოში VSA
ორბის ზუსტი შეტევა და რა იქნება პასუხი თესეუსი ტომასის სამკულიანი არ ვარდება ჯარიმდება ფევაძე 77-ით 58 ვერ ახერხებს თესეუ მიახლოებას 14-11-ს კი იგებს არა ეს 13-14-ს იგებს თესეუ მეოთხეს ანუ ერთი ქულა აქვს შემცირებული მაგრამ ეს არაფერს არ წარმოადგენს და ფევაძე მიიღო მესამე პერსონალური გუნდური უკვე 4 აქვს თესეუსაც და შეტევაში ორბი კლემონსი აბრამი ეთამაშება მას ლომაშვილი გაუშვა სამიანი ჩააგდო ისევ დაიწყონენ ნელა ორმა გაქცევა 12 ქულა 70-58 აბრამი ფევაძე და ორი სოლა კობახიძე ჯარიმდება მისთვის მხოლოდ მეორე არის ეს მაინც შედაგიანი მეოთხედი გამოდის და გაფრინდაშვილი დაბრუნდება პარკეტზე კი გავფიქრე რამდენი ხანია არ შემოსვლად ჭრდილშია და ქუქულოდაც არის ვის შეცვლის საინტერესო აბრაამს შეიძლება ტომასი თუ არა ნახოთ აბა ფევაძემ ორივე საჯარო ევატო ტომასი დაისვენებს პოზიციური ცვლილება 3 ნომერი შეცვალა 3 ნომერი 60 ვიკი კლემონსი ბურთით პასტა ფევაძეს 21 ქულა აქვს ჩასაგდებია და ჩააგდო ვიკი კლემონსი 24 ქულა უკვე კლემონს გლენ აბრამი აფრინდაშვილი ფევაძე გაუკიდა ბურთი ბაშამს და ორი სროლა, მაგრამ ბაშამი არ არის კარგი მსროლელი. რა და ბაშამს ყველაზე მეტად უჭირს საჯარიმოების ჩაგდება. ნახოთ აბა ამჯერად როგორ შეასრულებს. პირველი ჩააგდო. ცდილობა ნომერი 2 მეორე ჩააგდო. 73-62 მემორიალის ფინალში გასამდენი საჯარიმო გააფუჭა. კლემონსი შემდეგ საბოლოოდ რედიკამდე ჩავიდა ეს ბურთი ბრძოლა ლომაშვილმა ბოლომდე მაგრამ ბურთი რჩებათ სტუმრებს აბრამი კობახიძე კარგად ეთამაშება ფევაძე ციცაძე ისევ ფევაძე აუშვა სამიანი ვერ ჩააგდო ბურთი აბრამს კარგად ითამაშა მოიპარა ეს ბურთი აბრამმა კარგი პასი და ჩააგდო ბაშამმა ბოლო 4 ქულა აიღო თესეუსი კვლავ 9 ქულა ლომაშვილი ისევ ესვრის და ჩააგდო ამჯერადაც ლომაშვილი 3-2 ქულიანით უკვე ავიდა 10 ქულამდე ბაშამი ცინცაძე ჩააგდო წავიდათ უკვე სროლები ორივე გუნდს აი დაცვის აღება უნდა ეხა თესეოს ლემოსი ცინცაძე უდგას რედიკი გაიფიქროს უკვე შეტევაზეც გაუშვა რედიკმა ვერ ჩააგდო ოუსონი კარგია დაამატა ზუსტად და 2 ქულა ლობთ 11 ქულა ხო? კი ბატონო 78-67 და ცინცაძის ეს პასი ჩაიჭრა თუმცა კარგი აბრამი კარგ მეოთხეც ატარებს ცინცაძე გაფრინდაშვილი აბრამი
არაზუსტია, თუმცა ბაშამმა მოხსნა ეს ბურთი და როგორ ვერ ჩააგდო ამ მანძილიდან ბაშამმა. კობახიძე, კლემოსი, ორი ქულა და წუთშესვენებას იღებს ლექსო აფანაშვილი. 13 ქულა სხვაობა. 80-67. ორში დაისვენებს ლოუსონი, ჯექსონი შემოვიდა. თევაძე, ბაშამი, ჯექსონი უდგას მას, ცინცაძე, ამბრამი. თევაძე ითხოვდა ბურთს, მიიღო, შეუტია და ჩააგდო. 23 ქულა უკვე თევაძეს. მის შემდეგ თესეუში ყველაზე მეტი 15 აქვს ცინცაძეს. და თესეუში 23 ქულა აქვს თევაძეს თქო და ვთქვათ რომ ასევე 26 აქვს კლემონს ორში. კობახიძე შევიდა, ჩააგდო. კარგი დაბრუნება აქვს კობახიძეს. ტრამვის გამო გაცნილი თამაშების შემდეგ. აბრამი შევიდა, ჩააგდო მანაც. ესეო დაცვაში, რასაც ვიძახი პრობლემა. კობახიძე. ხორიჩქარა. დრო იწურებოდა ბოდიში. დასრულდა ამით მესამე. ბოლო მეოთხედი. შეტევაში თესეუ. ბაშამი ჩავარდა. ბაშამა ჩაგდო თუ ბაშამა ხო? ესეთ ბაშამი. აღარ დაუმატებია ხელი. ბაშამს ჩაითვალა ეს ქულა. დაზღვევაზე იყო იქ თევაძე. ბაშამი 13 ქულა. თევაძეს ყველაზე მეტი მიმდინარე სეზონში აქვს 27 ქულა ჩაგდებული, დიდი ალბათობით ამ მაჩვენებელს გააუმჯობესებს. ბათუმს ჩაუგდო, ბათუმში 27 ქულა. მეორე საუკეთესო მაჩვენებელიც თევაძეს ეკუთვნის გუნდში 24 ქულა გაფრინდაშვილთან ერთად. როგორც აქ მცირე დაზიანება აქვს ტაისონ ჯექსონს. როგორც ხარზე აქვს პრობლემა. არა, იქიმი გავიდა აშკარად, ესე იგი კარგად არის? თუ არა, ცუდად მოხდა. როგორ ჩანს, კი ბატონო. შიოშვილი ფიზ მომზადების მწვრთნელი ეხმარება მას. ცუდად მოხდა. ვინ შემოვიდა? ლოუსონი ხო? კი ბატონო, ლოუსონი ჩაერთო. მის ნაცვლად ცირე ჩაჭდომები და დაგუზმუნდება. კლემონსი. კობახიძე, საბოლოოდ ბურთს კლემონსი, ლოუსონი შეუძლია სამიანი ჩაგდება, ვერ ჩააგდო, თუმცა შეუნარჩუნა შეტევა საკუთარ გუნდს. კობახიძე ავადო შევიდა, ვერ ჩააგდო, თუმცა ლომაშვილი ვინ მოხსნიდა? აბრამი. ისე ვერ ჩააგდეს შეტევიდან ბურთი. 9 ქულა სხვაობა და შანსი თესეოს რომ კიდევ უფრო შემცირდეს ჩამორჩენა. ჩანს მოსაწმინდი არის ის მონაკვეთი, თუმცა გაგრძელდება თამაში. ბურთი თესეუს 20 წამი. გაფრინდაშვილი განაახლებს შეხვედრას, რომელსაც როგორც გითხარით, ესე მოულოდნელად ქულა არ აქვს აღებული. ჩვენ ტრავმირებულებზე რო ვსაუბრობთ, არ ვიტყვი რომ გუჯა ბირკა იაკლია ასევე ყებულის ორბს. და 3 ქულა ალექსანდრე ფევაძე 26 ქულა და
გაიმეორებს მალე ძალიან მალე ერთი ზუსტი შეტევა უნდა და გადაასწრებს უფრო სწორად 27 ქულას. ლომაშვილი ვერ ჩააგდო და ცინცაძე ენერად უჩესვენების დროც ხო არ მოდის. ჯარიმა ძირს იქნება, რა თქმა უნდა. არა, ძირსა ჯარიმა. ხო. რა თქმა უნდა, ისინი სასროლს ითხოვენ თესეულები. თუმცა არის ძირს. კობახიძე მიიღო მესამე პერსონალური. რა თქმა უნდა, იგრძნო თუ არა ცინცაძემ. შეხება უმალვეს სადა ჯარიმაზე, სასროლ ჯარიმაზე წამოკიდება, მაგრამ არ გაუვიდა. ფევაძე, გაფრინდაშვილი. ბაშამი, ესე იგი ბაშამი ისეთ გადაცემა გაკეთდა. ფევაძე ფიზიკურად ვერ დაიჭერდა ამ. მინ მიიღო ჯარიმა. გაფრინდაშვილმა მისთვის მეორე ჯარიმა არის. ტომასი დაბრუნდება, ვის შეცვლის? ცინცაძეს? კი, როგორც ჩანს, ცინცაძე შეცვლის. ცინცაძე საკმაოდ მოუწია დღეს თამაში 25 წუთი. 15 ქულა 4 მოხსნა 4 შედეგიანი გადაცემაა. გიორგი ცინცაძის ანგარიშზე. რედიკი არაზუსტია ეს სამქულიანი. ძალიან ცუდი შეტევები აქვს ბოლო წუთებში. ორბს შესაბამისად ქულაც არ აქვს აღებული. თესეულს რო ვეღარ თამაშობს შეტევაში კარგად ეს არის აქ ორბისთვის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. 5-0 არის ამ მეოთხედის ანგარიში. თესეულს აქ ესე იგი 5 ქულა აღებული და ორბს არც ერთი ხო? 5-0-ია ხო? კი ბატონო. ძალიან ცუდა დაუწყია, მე არ დაფიქრებულ ვარ მაგაზე და ძალიან ცუდა დაუწყია ორბს. ხო, 82 კი ქონდა, აი 3-4 რომ მოჩა. ახლა ტაიმაუტია? ჩასიკ შეცვლის კამზე იჭდა ჯექსონი და მერე გადაიფიქრა შეცვლა, ამიტომ რადგან უკვე სირენა მიცემული იყო, უნდა შემოვიდეს. ლოუსონი დაისვენებს. არ კიდე ჯექსონი კარგი იყო დღეს. ალბათ. კი, 17 ქულა აქვს ჯექსონს. მარგი კოეფიციენტიც კარგად ექნება მას. კობახიძე 17 ქულა 9 მოხსნა. თან 10-დან 7 ბურთი აქვს ჩაგდებული. ლომაშვილი არ ჩავარდა. არ გაუმართლა ეხლა ლომაშვილს. რედიკი სამიანი არც ეს ვარდება, მოკლედ არ უმართლებს შეტევაში ამ მეოთხედში ორბს. ორი სროლა იქნება ეხლა. 6 ქულაა სხვაობა და აქ შანსი კვლავ ცოტა კიდევ უფრო გაზარდოს ორბმა უპირატესობა. გაფრინდაშვილს ქულა არ აქვს, ხო? საინტერესოა და მეოთხე ჯარიმა მიიღო. არა და საკმაოდ რო აქვს ნათამაშები გაფრინდაშვილს 18 წუთამდე. არა, ბევრი არც უსურია, არც შეუტევი. 3 სროლა აქვს ჯამში განხორციელებული სამივე პერიმეტრიდან. საუცხოო მატჩი ჩაატარა მემორიალის ფინალში, გაფრინდაშვილმა გახდა კიდევაც საუკეთესო მოთამაშე ფინალური მატჩის. ის და ფევაძე, გორქია, საკანდელიძის პრიზები მიიღეს მათ. ორი სროლა. თუ ძირს. ორი სროლა. კობახიძეც დაიტვირთა უკვე ჯარიმებით, მისთვისაც მეოთხეა. 3 გუნდური აქვს თესეულს 2 ორბს. კობახიძე ლომაშვილთან ერთად არის 4 ჯარიმით. მასმიძლების რიგებში გაფრინდაშვილს აქვს 4 სტუმრების მხრიდან. აბრამმა პირველი გამოიყენა, აბრამ საერთოდ 8 ქულა აქვს. ფევაძე დადგა. საჯარო სასროლად 12 სროლა შეასრულა, საიდანაც 11 ჩააგდო. როჯერ დაჯარიმდნენ ჯამში მასზე. საჯარიმოებზე რომ ვთქვათ. აკა იყო ფევაძე, აბრამი.
კიდევ უფრო შემცირების შანსი. ფევაძე კარგი გათამაშება, თუმცა ფაშამა ვერ დაიჭირო ფაშამ. ობახიძე დაისვენებს ლიკლიკაძე დაბრუნდა. დიდი ხანი მოუწია ლუკასაც დასვენება. მაგარი მომენტი გააფუჭა თესაო შეემცირებინა მინიმუმამდე 1 სროლამდე პერიმეტრის 1 სროლამდე სხვაობა. 1-7 არის ანგარიში ამ მეოთხედში. თესაოც ვერ აგდებს. აი ეგ არის პრობლემა, თორე ეს რაც ორმაო გააფუჭა, ეს უნდა წინ გასულიყო თესაო. რედიკი გამოუტანა ლიკლიკაძეს, არის სროლა, კლემონსი შევიდა და ორი საჯარიმო სროლა იქნება. და თუ გაფრინდაშვილისთვის იყო ეს მეხუთეა. აბრამი გაფრინდაშვილი მანამდე ცდილობდა არასასრული ჯარიმის მიღებას, მაგრამ საბოლოოდ დაჯარიმდა აბრამი, მისთვისაც მეოთხეა უკვე. რიკი კლემონსი ისევ შანსი აქვს 7 ქულამდე აწიოს უპირატესობა ორბომა. პირველი გაფუჭდა. მეორე მცდელობა. მეორე გამოიყენა. 6 ქულა, 84-78. აბრამი. ავადვე და კარგია ლომაშვილი არ მოერიდა იმას რომ 4 ჯარიმა ქონდა დაუფარა მეტოქეს და ლემონსი გავა. და ლომაშვილი, თოთლაძე და ლოუსონი დაბრუნდნენ. ევაძე. კარგა. თუმცა კარგია ბაშამი. ბატონო და ესეც 28 ქულა უკვე ფევაძეს და გაუმჯობესა საკუთარი რეკორდი მიმდინარე სეზონის. 4 ქულა მხოლოდ და მხოლოდ. დიდი ხანია 4 ქულა არ ქონია ჩვენ სხვაობა. რედიკი ფეიდევეი გაუშვა ჩააგდო, როგორი რთული ბურთი ჩააგდო რედიკმა. და რედიკსაც დიდი ხანი არ ქონდა ჩაგდებული, მე-12 ქულა ის მისთვის მხოლოდ და მხოლოდ. ტომასი სწორედ რედიკი უდგას დაუტრიალდა და როგორი ბურთი არ ჩავარდა. შანსი ორს გაზარდო სხვაობა. თითქოს 4 ქულა, ხო თითქოს იძაბებოდა, მაგრამ უმალ ორბომა უპასუხა საპასუხო შეტევაში. რედიკი გაუშვა ეს ბურთი და ესეც ჩააგდო რედიკმა წუთი შესვენებას იღებს. გამოვიდნენ უკვე გუნდები პარკეზე, ლომაშვილი, ჯექსონი, კლემონსი, რედიკი და ლიკლიკაძე, მასმძელთა ხუთეული გაფრინდაშვილი, ტომასი, აბრამი, ფევაძე და ბაშამი. მართლა ხუთეული ლიკლიკაძის მესამე გუნდური ლუკასთვის პირველია ხოლმე. გაფრინდაშვილი შემოიტანს ბურთს, ბაშამი, აბრამი. შეგად ბაშამს მეგონი კომბინაცია დავიწყდა. აბრამმა თავისუფალი სამიანი ესროლა, რაც ვერ ჩააგდო და ჯარიმდება ვინ? ფევაძე. ფევაძე და მისთვის სასროლია. მე-4 იქნება და კი ბატონო სასროლია, რადგან ჯარიმების ლიმიტი ამოწურული აქვს. თესეუს და ესეც არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ფევაძე, გაფრინდაშვილი და აბრამი არიან 4-4 ჯარიმით, სამივე გალათბურთელი ხუთეულშია. ჩვენ გვექნება დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაზრდილი უპირატესობა და ესეც არის შანსი აქვს 10 ქულა, 5 წუთით ადრე 10 ქულა კონდეს. ჩავარდა 90-80. აბრამი გაფრინდაშვილი, ახლა როდის აიღებს პირველ ქულებს გაფრინდაშვილი. აბრამს გამოუტანა, სრულმოძრაობა შევიდა სამწამიანში, პასი
არ გავიდა და დაიკარგა ბურთი. და იქნება მორიგი ალბათ 2 ან 3 ქულა ვნახოთ. კლემონსი არაზუსტია, ფევაძე ხსნის და სწრაფად გადადის შეტევაში. ბაშამი ტომასი ცინცაძე ხოლმე დაბრუნდეს პარკეთზე. ბაშამი უნდა დაждდეს მე მგონი. ბატონო ისიანი ემზადება შემოსასრულად ეს ბურთი ზუსტია და უკვე 12 ქულა რაც არ არის მარტივი ამოსაკაჩი. ტექნიკური მიიღო ვინმე? კი ბატონო გაფრინდაშვილმა მიიღო ტექნიკური რაც მისთვის მეხუთეა უკვე. ნამდვილად არ არის დღეს გაფრინდაშვილის დღე. ულახო არაუღია მეხუთე პერსონალურიც მიიღო და თან ტექნიკურით. ჩაგდო რედიკმა ეს ნაჩუქარი ერთგულიანი და 13 ქულა 4 წუთით ადრე ძალიან ბევრია. თამითუდეს იმ ფონზე როცა თესეუს თამაში საერთოდ არ მისდის. კი და მოკლედ გძელდება თესეუს ეს დანავსული სერია. მეხუთე წაგება იქნება ზედიზეთ. შეიძლება უკვე კრიზი სადაც აღვიქვათ 5 წაგება იმის ფონზე რომ 8-0 დაიწყო თესეუ. ფევაძე ესეც ჩაიჭრა და ვერ ჩააგდო მაგრამ ჯექსონი ფუტბოლით ამატებს და ოიგო ჩათვალოთ ორმა. არაფერი არ მისდის თესეუს მეორე წრეში. ისიანმა ჩააგდო ეს ორი ქულა 95-92. მომწააგოს ეს მატჩი თესეუმ დროებით მაინც პირველ ადგილზე გადავარადგან 21 ქულას დააგროვებს. ტომასმა ვერ ჩააგდო, თუმცა ბაშამა დაამატა და ზუსტია წუჩესვენებას იღებს 11 ქულა. ირაკლი ტომარაძე. რედიკი, ჯექსონი, კობახიძე, ლობაშვილი ეს უკვე 2-5-ეული. ახლა 1-2-მა რაც უნახნას ნაკლები შეცდომა დაუშვას და მეტოქეს არ მისცეს სწრაფი თამაშის საშუალება. კლემონსი ორის როლა. რაც თქვი უმალ პირიქით. თუმცა კლემონსი არ არის მაინდა-მაინც, ხო? მაღალი პროცენტი შემსრულებელი საჯარიმოების. გორთან ბევრი საჯარიმო გააფუჭა. დღესაც 3 აქვს როგორც მახსოვს გაფუჭებული. ნახოთ ამჯერად რას ზავს როგორ გამოიყენებს ერთგულიანებს. ბატონო მორიგი გაფუჭებული საჯარიმო. ეს ჩააგდო 12-დან 8 ჩაგდებული ერთგულიანი. და ჯამში 28 ქულა გაუთანაბდა ფევაძეს. ტომასი ბაშამი აბრამი ტომასი შევიდა ვერ ჩააგდო ბურთი ვის ჯექსონი გადაარჩინა ჯექსონმა მაგრამ ეთიკმა ვერ შეინარჩუნა ეს ბურთი და შეტევაში რჩებიან თესეუელები. აბრამი ტომასი გაუშვა სამიანი არაზუსტია. არ მიზდის აჰა. თესეუს თამაშის ნათელი მაგალითი იყო ეს ყველაფერი. ბაშამსაც უკვე მეოთხე აქვს. ხაზრი არ აქვს ბაშამს 4 იქნება 5. და საინტერესო ის არის რომ ისიანი და ბაშამი ერთდროულად გარან პარკეტზე და ფევაძე. მაგრამ ზოგადად ისიანი და ბაშამი პირდაპირ შემსრულებლები არიან ერთმანეთის და
და ფარი მაინც ვერ მოხსნეს. ლომაშვილი ბრავო, ეს კაი თამაში გქონდა. კი მე 14 ქულა უკვე ბექას. მეორე სოლა ვერ გამოიყენა, ბაშამო მოხსნა და ჰევაძე აბრამი სულიბურთი გაუშავა, ვერ ჩააგდო, ჯექსონმა მოხსნა. ჯერჯერობით ამ სეზონში ორბის სამნიშნულიანზე არასულა და ახლა არის შანსი რომ ავიდეს ასკულანზე. დრო არის, მაგრამ ნახოთ აბა რამდენად დავლენ, ეს არის ინტრიგა ალბათ დარჩენილი. ყველაზე მეტი აქვს ჩაგდებული 94 ქულა. აქ შენ სანამ სტატისტიკას უყურებდი, სამქულიანი ისროლა ისიანმა და ყველას და ყველაფერს აცდა. მესამე გამარჯვება ორბის, შეგვიძლია თამამად თქვათ. მეხუთე მარცხით ესეუს. ემოსმა ვერ ჩააგდო, თუმცა ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. გუნდი, რომელიც იწყება 8-8 მოგებით, აგრძელებს 5-დან 5 წაგებით. ლომაშვილიც დავტოვებს ამასობაში მეხუთე ჯარიმით. პირველი შეხვედრა, პირველი წრის მატჩი 9 ქულით აქვს მოგებული თესეუს და დიდი ალბათობით ორ მატჩიან დაპირისპირებაში. რაცობა ექნება ორს, მაგრამ რამდენად ასეთ არ გადაიკვეთებიან. მაგრამ ესე თუ გააგზელა თესეუმ. ნუ ხო მაინც რა თქმა უნდა. ორბის პოტეკობიდან შემეტყუში რა ვთქვი ჩვენ თბილისში აქ თამაში რა. უბრალოდ გასვლაზე აქ თამაში და. შემდეგი არის გურჯაანის დელტა. აი ნიშნავენ მატჩი იქნება. ირაკლი ტომრაძის გუნდი გაცოცხლდა, შეიძლება ითქვას დღეს, აი ამ გამარჯვებით, მით უმეტესო გაგრას ქონდა მოგებული გუში. ბოლო წამები. ჯექსონი ჩააგდო 99-86. ჯექსონსაც 21 ქულა უკვე. აბრამი ჰევაძეს გამოუტანა, გაიუმჯობესებს თუ არა სტატისტიკას, კი ბატონო. ეს სამქულიანი ითვლება და ტექნიკური ჯარიმა გიორგი კობახიძეს ტაშისთვის. ქულაზე კი ავიდა ფევაძე, შანსი რომ 34-იც მოაგროო საჯარიმოთი. ჩააგდო ფევაძე 34 ქულა. აღარ შეუტევე. კი ბატონო, რა თქმა უნდა. არა, უტევს, კი, უტევს როგორც ჩანს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც 100 ქულიან შენ რო თქვი რომ 100 ქულაზე ავიდნენ. ავიდნენ კიდევაც 101-90. ეს იქნება საბოლოო. ანგარიში კლემოსი თავის მხრივ ავიდა 30 ქულაზე.